უნგრეთის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი ღირსების ორდენი დააჯილდოვა იმ მიზეზით, რომ ის იცავს ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებს და ებრძვის მიგრაციას. დაჯილდოების ცერემონია ბრიუსელში გაიმართა. ვიქტორ ორბანმა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიგრაციის პოლიტიკა დადებითად შეაფასა. ევროპული კავშირი ვერ იქნება ფინანსური ქსელი, რომელიც ეროვნულ მთავრობებს ასუსტებს. ჩვენი ამერიკელი მეგობრები ვაშინგტონში ამკაცრებენ მიგრანტების შესახებ კანონს. მსგავსი რამ ჩვენც დაგვჭირდება აქ, ბრიუსელში. მატეო სალვინი არის იტალიის მემარჯვენე რადიკალური ანტიმიგრაციული პარტია ლეგას ლიდერი. სიტყვით გამოსვლისას მან გააკრიტიკა ევროკომისიის 800 მილიარდი ევროს ღირებულების თავდაცვის გეგმა და მოუწოდა ევროკავშირს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მშვიდობის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან განიხილა მშვიდობის საკითხი. იგი ესაუბრა ზელენსკისაც. აქ კი ბრიუსელში არის ხალხი, რომელიც ომზე ლაპარაკობს, ომისთვის ემზადება, მსჯელობს არმიებზე. მე არ მგონია, რომ ევროპის მომავალი მესამე მსოფლიო ომია. აქ არიან ადამიანები, რომელთაც მშვიდობა, შრომა, სიმშვიდე და კეთილდღეობა სურთ. წლების წინ მატეო სალვინის მიგრანტების გადაცემა ედებოდა ბრალად, რადგან 2019 წელს მან მიგრანტთა სამაშველო გემს იტალიის პორტში შესვლის უფლება არ მისცა. თუმცა შაშან იტალიის სასამართლომ იგი დამნაშავედ არ ცნო.